ვაშინგტონში პირველი სხდომა ტრამპის მიერ შექმნილი მშვიდობის საბჭოსი უკვე შედგა და ამ სხდომას 40-მდე ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა. დავიწყოთ პირველ რიგში იმით, თუ ვინ ჩავიდა ვაშინგტონში და ვინ არა. პირველ რიგში ახლა ვაშინგტონში იმყოფებიან აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები და სხვათა შორის ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი. სიტყვით გამოსვლის დროსაც ახსენა დონალდ ტრამპმა და მან ხაზი გაუსვა მის წვლილს მრავალწლიანი კონფლიქტის დასრულებაში. ასევე ვაშინგტონში მშვიდობის საბჭოს სხდომაზე, პირველ სხდომაზე ევროკავშირი მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა, ვინაიდან უკვე ცნობილია ის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ ფრთხილი უარი განაცხადა ამ საბჭოში მონაწილეობაზე, ვინაიდან ქვეყნების ნაწილი ფიქრობს, რომ ამ მშვიდობის საბჭოს მიზანი, დონალდ ტრამპის მიზანი ამ საბჭოთი არის ის, რომ მან ჩაანაცვლოს ერთგვარად გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ასევე ამ საბჭოში მონაწილეობაზე უარს ამბობს დიდი ბრიტანეთი. საინტერესოა ის, რომ ტრამპთან ერთად გუშინ არ პოზირებდა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერი, მიუხედავად იმისა, რომ თავად დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მან გააგზავნა ეს მოსაწვევები რუსეთისა და ჩინეთის პირველი პირების სახელზე. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მარია ზახაროვამ თქვა, რომ კრემლი ჯერ კიდევ ფიქრობს რა ფორმით იყოს წარმოდგენილი ამ საბჭოში. ასევე ბელარუსის ლიდერიც იყო დაპატიჟებული, თუმცა ალექსანდრ ლუკაშენკომ მოუცვლელობა და გადატვირთული გრაფიკი დაასახელა. მიზეზად საინტერესო იყო ის პოზირება კამერებთან ამ 40-მდე ქვეყნის ლიდერის. შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ რა გზავნილები ჰქონდა დონალდ ტრამპს და ასევე ამ სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ სხვა იქ მიწვეული სტუმრებიც, მათ შორის ყაზახეთის პრეზიდენტი. მინახავს რამდენიმე შესანიშნავი კორპორაციული საბჭო, მაგრამ ისინი უმნიშვნელოა მშვიდობის საბჭოსთან შედარებით. ეს მნიშვნელოვანი დღეა და ბევრი ადამიანი აკვირდება მას. განსაკუთრებით სხვა ქვეყნებიდან, რადგან ჩვენ ლიდერების დიდი ჯგუფი გვყავს. ორგანიზაციას მშვიდობის საბჭო ქვია. ჩვენ მის შექმნას ვაპირებთ. ჩვენ ნამდვილად კარგ საქმეს ვაკეთებთ. ეს მარტივად სათქმელი სიტყვებია, თუმცა რთული მისი შესრულებაა. ჩვენ გვაქვს პირველი წელი, როგორც ალბათ არასდროს ყოფილა ჩვენს ქვეყანაში, რადგან 8 ომი მოვაგვარეთ. ვფიქრობ, მეც რა უფრო რთული აღმოჩნდა. მეგონა რომ ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა, მაგრამ ომის დროს არასდროს იცი რა არის ადვილი და რა არა. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს ბევრ ადამიანთან დავმეგობრდით. ჩვენ ერთად ვმუშაობთ ქვეყანასთან ომების დასრულებაზე. ზოგიერთი ომი 32 წელი გაგრძელდა, ზოგი 32-34 და ერთი 37 წელიც. ეს დიდი დროა. თითოეული მათგანი დაახლოებით 2 დღეში დავასრულეთ. თუმცა ჩვენ სხვა სამუშაოც გვაქვს გასაკეთებელი და ამას გავაკეთებთ. ღაზა ძალიან რთულია. რაც შეეხება სომხეთს და აზერბაიჯანს. Have a man at the end right there that's smiling because you learned that after 30 years of fighting, right? 30 წელიანი ბრძოლის შემდეგ ჩვენ მივხვდით, რომ მშვიდობაზე მნიშვნელოვანი არაფერია. თქვენ რაღაც დიდი საქმე გააკეთეთ. თქვენ და თქვენმა ახალმა მეგობარმა. ეს კონფლიქტი დაახლოებით 24 საათში მოვაგვარეთ. ვფიქრობ, ისინი მეგობრები გახდებიან. 32 წლის განმავლობაში ისინი ერთმანეთს ხოცავდნენ. ოვალურ კაბინეტში მათთვის ერთმანეთის გვერდით ყოფნა ძალიან უხერხული იყო. Stand up. Stand up. These are two tough cookies too. You think that was easy? It wasn't easy. These are too tough. Mr. President, your clear vision. ჩვენი შეხვედრა დონალდ ტრამპის მშვიდობის საბჭოში იმ დროს იმართება, როდესაც გადამწყვეტი და პრაგმატული ქმედებები უდიდეს მნიშვნელობას იძენს. არსებითად, საქმე ეხება მდგრადი მშვიდობის დამყარებას პრაქტიკული, მიზანმიმართული ზომების მეშვეობით და არა მხოლოდ კეთილგანწყობილ სურვილებზე დაფუძნებული რეზოლუციების მქონე გაუთავებელი კონფერენციებით. ბატონო პრეზიდენტო, თქვენმა მკაფიო ხედვამ და გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის შორს მჭვრეტელმა მიდგომამ შთააგონა ჩემი ქვეყანა გაწევრიანებული იყო მშვიდობის საბჭოში. მსოფლიოს ჯერ არ უნახავს ასეთი ინიციატივები. ეს ფაქტობრივად უპრეცედენტო ნაბიჯია, რადგან ინოვაციურ კონცეფციას და პროექტს წარმოადგენს. ამიტომ, ბატონო პრეზიდენტო, სრულად ვიზიარებთ თქვენს რწმენას, რომ ხანგრძლივი მშვიდობა კონკრეტულ ქმედებებს უნდა ეფუძნებოდეს. დონალდ ტრამპის მშვიდობის საბჭო დაფუძნდა დავოსის ეკონომიკურ სამიტზე, სწორედ იქ მოეწერა ერთგვარ სადამფუძნებლო ხელშეკრულებას ხელი და მისი მიზანი თავდაპირველად იყო ღაზაში მშვიდობის უზრუნველყოფა, თუმცა შემდგომ უფრო ფართო მანდატი შეიძინა და ახლა მისი მიზანი არის გლობალური კონფლიქტების დასრულება. პირველი გადაწყვეტილებაც იქნა საბჭოს პირველ სხდომაზე მიღებული, კერძოდ ღაზაში ჯარების გაგზავნის და ამ მოთხოვნას, როგორც უკვე ცნობილია, 5 ქვეყანა დათანხმდა და შესაბამისად ხელიც მოეწერა ამ გადაწყვეტილებას. ეს ქვეყნები
ქვეყნები არიან მაროკო, ალბანეთი, კოსოვო, ინდონეზია და ყაზახეთი. ათია წოწონა ვასაუბრობდა.